სენაკის რადიო. ონკოლოგიური დაავადებები დღეს მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 2030 წლისთვის ეს რიცხვი 30 მილიონს მიაღწევს. საქართველოში კი ოფიციალური სტატისტიკით ყოველწლიურად 12,000-მდე ახალ ონკოლოგიურ პაციენტს აღრიცხავენ, რაც ქვეყნის ჯანდაცვისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სკრინინგის პროგრამები. ისინი ადრეულ სტადიაზე ავლენს დაავადებას, როცა მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. მაგალითად, ძუძუს კიბოს შემთხვევაში ადრეულ დიაგნოსტიკაზე მკურნალობის წარმატება 90%-ს აღწევს, ხოლო გვიან აღმოჩენისას ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება. რატომ არის სკრინინგი აუცილებელი? რა პროგრამები მოქმედებს საქართველოში და როგორ შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შევიტანოთ დაავადების პრევენციაში? დღევანდელ გადაცემაში თქვენ გაიგებთ იმ ადამიანების ისტორიებს, ვინც კიბოს დიაგნოზს არ დანებდა. სენაკის რადიო. ჩემი დიაგნოზი თითქოს შემთხვევით გავიგე, მაგრამ გულში ყოველთვის მქონდა წინათგრძნობა, რომ კიბოს რისკი არსებობდა. და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. წავედი სკრინინგ ცენტრში, შესამოწმებლად. და გამოკვლევის შედეგად ეს წინათგრძნობა კიდე დადასტურდა. დღეს ვიცი, რომ ჩვეულებმა შემოწმებამ გადამარჩინა და ამიტომ ყველას ურჩევ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ და პროფილაქტიკური შემოწმება არაფრით არ გადადონ. მკურნალობა საკმაოდ გრძელი და რთული გზა იყო. ჯერ გავიარე ქიმიოთერაპიის კურსი, შემდეგ ჩავიტარე ოპერაცია. ამის შემდეგ დაიწყო სხივური თერაპია, რომელიც ასევე არ იყო მარტივი. საბოლოოდ დამატებით გადავწყვიტე საკვერცხების და საშუალოსნოს მოცილების ოპერაცია, რომ მომავალში რისკები მაქსიმალურად შემცირებულიყო და ეს ყველაფერი ძალასა და მოთმინებას მოითხოვდა. მაგრამ თითოეულმა ამ ეტაპმა ერთი ნაბიჯით მიმიყვანა გამოჯანმრთელებამდე. ჩემი ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერა ჩემთვის, რა ვიცი, უდიდესი ძალა იყო. უდიდესი, მათ დამაჯერეს, რომ მარტო არ ვიყავი და ყველაზე რთული დღეები, ყველაზე რთულ დღეებშიც მახსოვდა, რომ ჩემ გვერდით იყვნენ. მათი სითბო და სიყვარული ჩემთვის იყო იმედის, გამძლეობის და ბრძოლის მთავარი წყარო მართლა. ეს მართლა უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. სამსახური არ მქონდა იმ პერიოდში. მკურნალობა იყო სირთულეებით სავსე გზა. იყო ფიზიკური სისუსტე, მუდმივი დაღლილობა, გულის რევა, შიში გაურკვევლობის წინაშე და ასე შემდეგ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობდი ნორმალური რუტინა შემენარჩუნებინა თითქოს, მაგრამ ხშირად ძალა მეკარგებოდა. თუმცა ამ პერიოდმა მასწავლა გამძლეობა, მოთმინება, თვითდისციპლინაც კი, რამაც მომცა ძალა გამკლავებოდი ამ ყველაფერს. სენაკის რადიო. მსოფლიოში ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი ადამიანი იგებს ამ დიაგნოზის შესახებ. საქართველოშიც წელიწადში ათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა სწორედ აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელსაც
ადამიანები რწმენით და თანამედროვე მედიცინის დახმარებით იგებენ. როგორ დაიწყო, როგორ გაიგე შენი დიაგნოზის შესახებ? ჩემი დიაგნოზი იყო მკერდის სიმსივნე ზოგადად ავთვისებიანი მესამე ხარისხის და მე ეს გავიგე ძალიან ისეთი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, რთული, მძიმე. იმ პერიოდში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და ყველაზე ცუდი ის იყო და ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან რასაც ვფიქრობ, რომ საკუთარ თავს ძალიან დაუშავე, მე თვითონ ძალიან დაუშავე საკუთარ თავს. და აი ეს პერიოდი იყო და აქ უკვე დროც გახანგრძლივდა ამ შემთხვევაში და მე უკვე მივედი ჩვენთან აქ ზუგდიდში სკრინინგ ცენტრში და აი ექიმების შემოწმების პროცედურები რაც საჭირო იყო ამ თემასთან მიმართებაში რომ გავიარე აქ ჩამოსულები იყვნენ კოი ასე არის კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი 2021 წელი იყო ეს მე როცა ეს დიაგნოზი დამიდგინდა რა სიმპტომები გქონდა საერთოდ იყო ესეთი არა მე რაღაცას გრძნობდი და რაღაც აი უბრალოდ აი იყო პერიოდი რაღაც სამსახურეობრივად მოგვიწია სადღაც მისვლა რაღაცა შეხვედრა იყო სადაც აი მე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იყვნენ და აქ იყო რაღაც აი სხვადასხვა თემებზე ეს მიმართულებები იყო და ერთ-ერთი იყო ეს რომ აი ქალმა როგორ უნდა შეიმოწმოს თავი აი თუნდაც სახლის პირობებში როდესაც აი რაღაცა დუისღებულობს და დაბანვის პროცესში რომ რაღაცა ხელით უნდა მოსინჯოს მკერდის ირგვლივ რაღაც და აი ეს ჩემ შემთხვევაშიც ეს იყო რომ მე რაღაცა შევნიშნე აი ძალიან მცირედი პატარა უმნიშვნელო მაგრამ აი თავის დროზე რომ ყურადღება არ გავამახვილე ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი და სხვა მხრივ რომ რაღაცას გრძნობდი და ცუდად ვიყავი და რაღაცა სხვა კუთხით აისახებოდა კიდევ ეს რაღაცა ჯანმრთელობაზე ესე არ მიგრძნია ცოტა რაღაცა დამაგვიანდა მე და მე მაინც ვფიქრობ რომ თავის დროზე არ მივედი უფრო ადრე რომ მივსულიყავი ну ის პროცედურები მე უკვე რაც გავიარე და რაც დამჭირდა ამას მე მგონი ავარიდებდი თავს მაგრამ მაინც აუცილებელია რომ რაღაცა აი როგორც კი რაღაცას შევამჩნევთ და რაღაცას მას ვიზამთ აუცილებლად დროულად უნდა მივიდე და ზოგადად სკრინინგი იმისია რომ საერთოდ ყველაფრის გარეშეც უნდა ვიაროთ და ჯანმრთელი ადამიანიც თავისთავად უნდა მიდიოდეს და უნდა იტარებდეს სკრინინგს ეს ერთგვარი რა ვიცი ჩვეულებრივი აი კულტურა უნდა იყოს ეს ასეთი ჩამოყალიბებული ადამიანებში და აუცილებლად სანამ ამ მწვავე პერიოდს მივადგებით და რაღაცნაირად უფრო გაგვირთულდება რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა მანამ აუცილებლად მანამ უნდა მივხედოთ ამ საკითხს. როდესაც უკვე მივედი კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში, ქიმიოთერაპიის კურსი გავიარე. რეალურად ადვილი არ არის, მაგრამ რა ვიცი, ღვთისწყალობით მართლა რა თქმა უნდა პროფესიონალი ექიმები და როდესაც პროფესიონალების ხელში ხარ, შენც იმედიანად ხარ და რაღაცნაირად არ გაძლევენ ისინი იმის უფლებას, რომ რაღაცა დაისტრესო, აი პირველი აი რაც მახსენდება და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მუდმივად ეს მემახსოვრება. აი მე პირველად როცა მივედი უკვე იქ თბილისში და როცა ეს უკვე კვლევების პერიოდი დამეწყო, აი მაშინ პირველი სიტყვა რაც იყო ქალბატონი დინა ნემსაძის რომ ჩვენ შენ მოგარჩენთ. აი ეს იყო პირველი სიტყვა მისგან და ეს იყო ჩემთვის აი როგორ გითხრათ, აი იმხელა იმედი და იმხელა რა ამაზე უფრო დიდი რა უნდა გითხრას ექიმმა, ხო? რომ პაციენტს ამას ეტყვი, რომ შენ ჩვენ მოგარჩენთ, იმიტომ რომ მე რომ ნახა მან ჩემი კვლევები, აი უკვე კომპიუტერული კვლევების პასუხები, აი ყველანაირი პასუხი ხელთ ჭირა და ალბათ იმანაც მისცა ამ ყველაფრის თქმის შესაძლებლობა მას, მაგრამ ესეც ძალიან დიდი იმედი იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა. თქვენ შემთხვევით არ ხართ ჩემი რესპონდენტი, იმიტომ რომ ჩემთვის თქვენ ხართ მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება უმძიმეს დიაგნოზს, მოდი პირდაპირ ვთქვათ, შეხედოთ რეალურად, ასე ვთქვათ, გაუსწოროთ თვალი, ებრძოლოთ მას პოზიტიურად და თქვენ ხართ ჩემთვის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ადამიანმა სხვებსაც მისცეს იმის მაგალითი, რომ კი, უმძიმესი დიაგნოზია, მაგრამ ღირსეულად ებრძოლოს მას. როგორ შეძელით ეს? აი როგორ შევძელი რა ალბათ ჩემს ირგვლივ ვინც იყვნენ ადამიანები აი პირველ რიგში ალბათ მაინც ჩემი ოჯახის წევრებიდან დავიწყეთ ჩემი შვილი ზოგადად მისი მეუღლე ჩემი სიძე ესენი ორივენი ექიმები არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან და
რაღაცა ისინიც აი თვითონ ისინიც რომ მიხსნიდნენ, აი ჩემი შვილიც რომ მიხსნიდა, იმასაც უგრძნობდი რომ არც არაფერს არ მალავდა და რაღაცა ისე შეფარვითაც არ მელაპარაკებოდა, მაგრამ აი ჩვეულებრივად ხსნიდა ამ ყველაფერს იმ ჩემს დიაგნოზშიც, აი იმ თითოეულ დეტალშიც. ონკოპაციენტობა არ არის მარტივი თემა, ხო? იქაც რაღაც პოზიტიური რა იყო, იქაც რაღაც თითოეული იქ ყველანაირ თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს. და აი ასე თითოეულ დეტალს მიხსნიდა, მელაპარაკებოდა და მესაუბრებოდა და უამრავი ადამიანი ჩემს ირგვლივ, აი უამრავი ოჯახის წევრიდან დაწყებული, მეგობარი, მეზობელი, თანამშრომელი და რა ვიცი, აი ვინც, აი ეს ადამიანები ყველანი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ამ შემთხვევაში, აი ძალიან დიდ როლს. და მე მახსოვს რომ თქვენ ერთი დღით არ შეგიწყვეტეთ. არა, იცით რა, მე არ ეტყობა ეს სფეროც ისე განვითარდა და მიდგომებიც იმდენად განვითარდა, რომ მე არ მქონია იმის პრობლემა, რომ დაუშვათ და მე გავდიოდი პარალელურად ამ თერაპიას, მაგრამ დავდიოდი სამსახურშიც და ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმით და ცხოვრების რიტმით ცხოვრობდი. უბრალოდ ის მომენტი იყო, რომ მიწევდა წასვლა ამ თერაპიების მიღება და შემდეგ ბრუნდებოდი. და იქაც როცა გავდიოდი ამ ყველაფერ პროცესს, ახლა ჩემსავით ბევრი იყო, ხო? იქ სამწუხაროდ ძალიან ბევრია. ამ ონკოპაციენტი ძალიან ბევრია და უშუალოდ იმ კლინიკაში და ეს არის მარტო ერთი კლინიკა ხო არ არის საქართველოში, არის ბევრი. როცა ვართ ერთად და ერთი გაჭირობა გვაქვს, ვზიარებთ ერთმანეთს იქაც, ხო? ბევრ რაღაცას, თუნდაც ვიღაცა ჩემზე მეტი გამოცდილებით იყო და მელაპარაკებოდა, მესაუბრებოდა და ასე შემდეგ და უფალს მადლობა და აი რა ვიცი ჩემს ექიმებს მადლობა რომ ისე ვერ ვიტყვი, ისე ვერ ვიხსენებ ამ პერიოდს რომ რაღაცა ძალიან გამიჭირდა და ძალიან ჩემთვის რაღაცა ძალიან რთული და მძიმე იყო მეთქი ასე ვერ ვიტყვი აი ღვთისწყალობით შედარებით ნორმალურად გავიარე ის რთული პროცესი რასაც ქიმიოთერაპია ქვია. აი ახლა დღესაც რო ვფიქრობ და რომ ახსენდება არიან ადამიანები, ვინც დაუშვათ და რაღაცა დიაგნოზი აქვს და მე ამ ყველაფერს ეძებენ, აი თუნდაც ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციებს კითხულობენ, ეს მომენტი არასდროს არ მქონია, ალბათ, რა ვიცი, ალბათ მე თვითონ არ მქონია სურვილი, არ მქონია არასდროს რომ რაღაც ზედმეტი მიუხედავად იმისა, რომ მე ინფორმაციული ვაკუუმი არ მქონია და აი როგორც ვამბობ, რომ შვილიც ყველაფერს მიხსნიდა, მელაპარაკებოდა, თუნდაც ჩემი ექიმებიც ხო, ყველაფერს დღეს არ არის ისე რომ ვიღაცამ რაღაცა დაგიმალოს არ გითხრას და ინფორმაცია არ გქონდეს, ხო? მაგრამ ამას გაწვდიან ყველაფერს ნორმალურად და მშვიდად და გიხსნიან ამ ყველაფერს. და მეც ვინარჩუნებდი ამ სიმშვიდეს და არანაირი სურვილი არ მქონია რამე ზედმეტი ინფორმაცია მე თვითონ მომეძიებია ამ თემასთან მიმართებაში და ალბათ ჩემი ტვინი ამ ყველაფერს ბლოკავდა, არ მინდოდა, არ მქონდა ამის სურვილი. იმიტომ რომ პროფესიონალებისგან გქონდათ ის ინფორმაცია რაც ალბათ ესეც იყო მიზეზი, მაგრამ აი რაღაც დამატებით არასდროს არ მქონია სურვილი მე თვითონ რაღაცეები გამეგო ცალკე კიდე დამატებით. ერთია რომ ძიმე დიაგნოზის შესახებ იგებ ინფორმაციას და მწარი რეალობის წინაშე დგები და მეორე საკითხია უკვე ფინანსური მიმართულება და ეს მხარე. რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა საქართველოში და რამდენად შეუძლია მოკლედ რიგით საშუალო ფენის წარმომადგენელს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ისე რომ დამატებითი სტრესი არ ქონდეს. არის ბევრი რაღაცა ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნავს ონკოპაციენტებზე, ზოგადად ონკოპაციენტებზე ცალკე ის არსებობს, რომ აი მათ ეს ქონდეთ თავიდან როცა დაიწყე ეს პროცესი, მე თვითონ მიწევდა მისვლა, მე თვითონ მიწევდა წამლის აღება, რაღაც სხვადასხვა აფთიაქები გასცემდნენ ამ წამალს, მაგრამ მე მოხდა ისე, რომ პაციენტს ეს დღეს უკვე იმ კლინიკაში ხვდება, სადაც თვითონ მიდის და თვითონ მკურნალობს. ადრე წლების წინ ეს დიაგნოზი ნამდვილად იყო განაჩენი, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი არის შეცვლილი. ვითარდება მედიცინა, ვითარდება მიდგომები და ადამიანებს ეძლევა ძალიან სერიოზულად რეალური შანსი ხელახლა დაიწყონ ცხოვრება და უკვე ჯანმრთელები იყვნენ და ებრძოლონ ამ დაავადებას. რულად უნდა მივიდნენ, არის ამისი შესაძლებლობები, ნამდვილად არის ამისი ეს კლინიკ ცენტრები და მუდმივად მოგვიწოდებენ ჩვენ ეს ადამიანებიც, რომ აუცილებლად არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი იქნება, ყველა უნდა მივიდეს დროულად, უნდა ჩაიტარონ ეს სკრინინგ გამოკვლევები და ეს თავისთავად არიდებს ადამიანს იმ რისკებსაც, რაც შემდეგ დაგვიანების შემთხვევაში ხდება ხოლმე.
აუცილებლად რა ვიცი ეს ელემენტარულად რაღაც თავის პატივისცემის ამბავიცა ამგონია და რა ვიცი ალბათ ჩვენს ირგვლივ ადამიანებსაც რა ვიცი ალბათ ვიღაცებისთვის ხო ძვირფასები ვართ ჩვენც და ყველას უნდა მოუფრთხილდეთ ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე შენს ირგვლივ ვინც არიან მათ და საქართველოში ზოგადად სამედიცინო სფეროში მე რაც შემიძლია ვილაპარაკო უშუალოდ ჩემი გამოცდილებიდან რაც შემიძლია გელაპარაკოთ აი არ ვიცი აი ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ არიან ძალიან პროფესიონალი ადამიანები თავიანთი საქმის ზე პროფესიონალები არიან უბადლოდ ცოდნეები არიან დღეს საქართველოში მე პირადად შემიძლია თამამად თქვა რომ აი მკურნალობა პაციენტის და თუნდაც გამოჯამრთელება და განკურნება არის ნამდვილად შესაძლებელი და არის ამისი უამრავი მაგალითი. კი ბატონო, ყველას ვუსურებ პირველ რიგში ურყევ ჯანმრთელობას და იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ცოტა პრობლემები გვაქვს, აუცილებლად დროულად მივიდეთ და დროულად მივხედოთ საკუთარ თავს. სენაკის რადიო. უკანასკნელი წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენი აღარ არის. ყოველი მესამე ონკოლოგიური შემთხვევა შეიძლება პრევენციით ავიცილოთ, ხოლო ადრეული სკრინინგის შედეგად აღმოჩენილი დაავადება ბევრად უფრო წარმატებით ემორჩილება მკურნალობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სკრინინგის ყურადღებისთვის, ასე მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ გეთანხმებით ძალიან აქტუალური თემაა დღეს საზოგადოებაში სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შესაძლებლობა პროფილაქტიკური კვლევების შედეგად ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ დაავადება, გვხვდება დაგვიანებული შემთხვევებიც. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული რესპონდენტი, თითოეული ბენეფიციარის ყურამდე მივიდეს ის, რომ არსებობს პროფილაქტიკური კვლევები, რის შედეგადაც ადამიანი შეიძლება ჯანმრთელი იყოს. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს წარმოვადგენთ ჩვენ. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი დაარსდა 2019 წელს. რეგიონში ვართ ერთადერთი სკრინინგ ცენტრი, რომელიც აწვდის მოსახლეობას სრულყოფილ სკრინინგულ მომსახურებას 4 მიმართულებით. ეს არის სახელმწიფო სკრინინგული პროგრამები, იცით თქვენ, ეს არის ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე, საშუალო მოსკელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლამდე. მამაკაცებისთვის ეს არის პროსტატის კიბოს მართვის პროგრამა, ქვია, უფრო მეტად ვიდრე სკრინინგი და კოლორექტალური კიბოს სკრინინგი ქალბატონებისთვის და ბატონებისთვის 50-დან 70 წლამდე. სანამ უშუალოდ გადაცემაზე მუშაობას დავიწყებდით და ვაკეთებდით ერთგვარ მოკვლევას, აღმოჩნდა, რომ მაგალითად სენაკში ონკოპაციენტებისთვის ან სკრინინგის მსურველებისთვის მინიმუმ არ იყო ესეთი ტიპის ორგანიზაცია და ფაქტიურად მოვედით ზუგდიდში, იმიტომ რომ გავარკვიოთ, რამდენად შესაძლებელია რომ მოიცვათ სენაკიც და საერთოდ ახერხებთ თუ არა თქვენი იმ სერვისის მიწოდება სენაკელი მოსახლეობისთვის. საერთოდ სკრინინგ ცენტრი, როგორც ცალკე არსებული სკრინინგ ცენტრი, იცით რომ არის თბილისში 3 სკრინინგ ცენტრი. ესე იგი ერთი სკრინინგ ცენტრი 3 ფილიალით. არის ზუგდიდში გაიხსნა თბილისის შემდეგ და გაიხსნა კიდევ ლანჩხუთში ცალკე სკრინინგ ცენტრი. მეტი საქართველოში სკრინინგ ცენტრი არ არის. არსებობენ კლინიკები, რომლებიც აწვდიან სკრინინგულ პროგრამებით ახორციელებენ, მაგრამ ზოგიერთი მიდის მიმართულება ეს არის საშუალო მოსკელის კიბოს სკრინინგი, ზოგიერთი მიდის კოლორექტალური კიბოს სკრინინგის მიმართულებით, მაგრამ მამოგრაფიული აპარატი ეს იმდენად ძვირადღირებული შემოვნება, რომ ესეთი იშვიათად კლინიკებს გქონდეთ თუნდაც რეგიონში, თბილისში შეიძლება არ გქონდეს ყველა კლინიკას. რაც შეეხება ჩვენს მომსახურებას, ჩვენ არა მარტო სამეგრელოს რეგიონს ვემსახურებთ, ჩვენ ძალიან ბევრი სანაპირო პაციენტიც გვყავს. ჩვენთან სანამ ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრი გაიხსნებოდა გურიდანაც დადიოდნენ. ლანჩხუთი, ჩოხატაური ჩვენი მოცვის ქვეშ იყო. პაციენტები, რომლებიც ჩამოდიან თუნდაც სხვა რეგიონებიდან, თბილისი, რუსთავი, ახლა გეოგრაფიული მნიშვნელობით ძალიან დიდ იმას მოვიცავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა თბილისიდან სპეციალურად ჩვენთან არ ჩამოვიდნენ სკრინინგული პროგრამების ჩასატარებლად, მაგრამ თუ პაციენტები აქ იმყოფებიან და უწევთ სკრინინგი, მოდიან ჩვენთან, სვანეთი, მესტია. ასე რომ პრობლემა იმისა, რომ ჩვენ მოვემსახუროთ სენაკის პაციენტებს, რა თქმა უნდა არ არის. არა მარტო სენაკის, ეს არის მატულსაც შეეხება, ეს არის ფოთი, ეს არის ხობი, ძალიან ბევრი პაციენტი ძალიან ხშირად დადის ჩვენთან სენაკიდანაც, ხობიდანაც, ფოთიდანაც, ასე რომ სრული მოცვა გვაქვს, მაგრამ ფაქტია ის, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის სტიგმა არის ასეთი, რომ კიბოს სკრინინგი. აი ეს არის მთავარი.
რამდენად არის ეს მიტანილი მოსახლეობამდე და რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს სამწუხაროდ აქ არ არის ზოგადად ლაპარაკი საქართველოშია ძალიან დაბალი მიმართვიანობა მე მინდა გითხრათ რომ განვითარებულ ქვეყნებში იმისთვის რომ სკრინინგული მომსახურება მიიღო და სკრინინგულად მიხვიდე პაციენტად მინიმუმ 1-2 თვით ადრე უნდა ჩაეწერო ისე ვერ მოხდები იმდენად დატვირთულია იმდენად ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სკრინინგის დროულად ჩატარება საქართველოში ასე არ არის და რა თქმა უნდა ტენდენცია არის მატებისკენ მაგრამ რა თქმა უნდა არ არის ისეთი როგორიც არის სასურველი და სასურველი არის ის შემთხვევა როცა დაგვიანებული შემთხვევები არ უნდა მოდიოდნენ გამიგეთ სამწუხაროდ დღესაც მოდიან დაგვიანებული შემთხვევები რომლებიც აი ეს შიში ექიმთან მისვლის რას მეტყვია ჩვენ იმის კი არ უნდა გვეშინოდეს რას მეტყვიან ჩვენ უნდა გვეშინოდეს იმის ვაიმე ეტაპი რა არის და დროულად მივხედო აი თუნდაც ახლა ესეთი მაგალითი იყოს შეიძლება ესეთი აი ტალახით რომ დაგვესწრება რა ჩვენ ხო ვუყურებთ ამას და დედა რა მოხდება და რა ვიბანთ ეგრევე ხო ასე არა აი ასე რაღაცა ჩვენს ორგანიზმში ხდება ის რაც არ უნდა ხდებოდეს უნდა მივიდეთ ექიმთან იმიტომ რომ ექიმი დაგვეხმაროს იმაში რომ ჩვენ ეს პრობლემა მოვიშოროთ დროულად ჩეხეთის კარიტასმა და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ და ჩეხეთის საელჩომ გააკეთეს ეს კლინიკა. აპარატურა ჩვენთან შემოვიდა პირდაპირ ქარხნიდან. შემოვიდა General Electric-ის აპარატურა. ჩვენი მამოგრაფი არის 3D ციფრული მამოგრაფი, ეხოსკოპის აპარატი უახლოესი ლოჯიკუშვილი, რომელიც რა ვიცი ძალიან ისეთი ხარისხიანია, მაღალხარისხიანი და ამასთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა კადრი შერჩეული იქნა ყველა წამყვანი ექიმები, მიუხედავად ამისა, ყველა ექიმი, ყველა მედდა გადამზადდა ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან ჩამოდიოდა გალატოი თამარ ჩარკვიანი, რომელიც არის წამყვანი რადიოლოგი საქართველოში, რომელიც ადგილზე ყველა кейსთან დაკავშირებით ადგილზე ჩვენი ექიმები თბილისის მიერ ადგილზე გადიოდნენ ფაქტურად ჩაქარით, რომ ყოველდღიური სწავლება იყო ეს ერთი წლის განმავლობაში. დღეს ჩვენი ექიმები უკვე საბოლოო 4 წელია თვითონ დამოუკიდებლად ჩვენთან იწერება ადგილზე რადიოლოგიური დასკვნები, არც ერთი დაწვრთნა თბილისში არ იგზავნება, ჩვენთან იწერება ადგილზე. კი, თავიდან რა თქმა უნდა, უნდობლობა იყო საერთოდ ზუგდიდში დაიხსნა სკრინინგ ცენტრი და იმდენად მნიშვნელოვანია ძუძუს გამოკვლევა, რომ ახლა აქედან პაციენტმა რომ დასკვნა წაიღო, იმ დასკვნას რა თქმა უნდა, ბევრი არ ენდობოდა, მაგრამ დღეს ყველა წამყვანი სპეციალისტი, ვისაც იცის, რომ ზუგდიდში დაიკეთეთ ზუგდიდში სკრინინგი, აქეთ რატო ჩამოხვალთ, როცა კარგად გედება. ჩვენ და გასახარად ეს არ არის თავისქება, ეს არის ფაქტების კონსტატაცია. რაც შეეხება ძუძუს სკრინინგს, საშუალო სკელის კიბოს სკრინინგს, საშუალო სკელთან მიმართებაში ჩვენი ნაცხები რასაც ჩვენ ვაგზავნით, იცით ახლა თქვენ რომ საშუალო სკელის კიბოს სკრინინგი ასაკობრივად დაიყო, ესე იგი 25-დან 30 წლამდე კედება ჩვეულებრივად პაპ ტესტი და აი ეს პაპ ტესტი იგზავნებოდა თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში, ჰისტომოლოგიური ლაბორატორია უკეთებდა ჩვენ ნაცხებს. და შემდეგ გაიყო 30 წელზე მოდ 60 წლამდე კედება საშუალო სკელის ადამიანის პაპილომავირუსის ონკოგენური გენოტიპირების ტესტები. რომელიც ლუგანის ლაბორატორიაში გექნება. ნუ ახლა ხარისხი თქვენ თვითონ დასკვნები გააკეთეთ გამომდინარე აქედან. ამას სახელმწიფო ეხდის ყველაფერს. ეს უფასოა პაციენტისთვის. ეს ცალკე პროგრამა არის. ეს არ არის საყოველთაო დაზღვით პროგრამა, არა. სკრინინგული პროგრამა ცალკეა. ეს ცალკე ის არის. და ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს? ჯანდაცვის სამინისტრო. კი, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარე ცალკე არის NCDC. დაავადება და ეროვნული კონტროლის ცენტრი.იდან ქვემდე სავარაუდო და ის საშუალო მარტო მამოგრაფიაზე გეტყვით, მე სადღაც 250-დან 350-მდე მამოგრაფია. საშუალო სკელის გამოკვლევა სადღაც 90-ზე ზემოთ არის მინიმუმ, მაქსიმალური შეიძლება იყოს 130. და სხვა დანარჩენი. ჩვენ სახელმწიფო პროგრამის გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ზუგდიდის მერიამ დააფინანსა ფარისები ჯგუფის კიბოს სკრინინგი. და სკრინინგული პროგრამები დიდი შრომის შემდეგ მოკვლევების მიზანმიმართული დაიწერა პროგრამა და ჩვენ გვაქვს ფარისები ჯგუფის კიბოს სკრინინგი, რომელშიც პაციენტები სადღაც 170-მდე პაციენტი არის თვეში. ფარისები ჯგუფის კიბოს რაც შეეხება ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ თუ რომელიმე მუნიციპალიტეტმა ეს განახორციელა, უნდა განახორციელოს ადგილობრივად იქ. პაციენტი, რომელმაც იცოდა რა ჭირდა ძუძუში, დიდი ხნის ამბავი იყო, განათლებული ქალბატონი, რომელმაც იცის და ქონია შეხება, ძალიან ბევრი შეიძლება იყოს განათლებული, მაგრამ შეხება იმას მეუღლე ყავდა ავტიზმიანი და დაავადებული და იცოდა თუ რას ნიშნავდა ეს, მაგრამ მე მაინც დიაგნოზის დასამტკიცებლად მოვედიოდი, რომ არაფერს არ დავიკეთე. ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ახლობელი მოვიწვიოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ამის ასე დატოვება და
ჩატარებული მკურნალობის შედეგად, არაოპერაბელური მკურნალობის შედეგად მეორეჯერ მოვიდა საკონტროლოზე გამოუშვეს ქიმიოთერაპიების შემდეგ, რომ მე ოპერაცია უკვე ისა მოვიდა ჩვენთან მეორეჯერ, ჩვენ ვერ ვნახეთ სიმსივნე. გამიგეთ? დღეს მუშაობს აქტიურია, როგორც იყო ისეთი აბსოლუტურად გაიარა. კი, რთულია ამ პერიოდის გავლა, რა თქმა უნდა, ძალიან ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია. ყველაფერი, მაგრამ ჯობია ეს პერიოდი ერთი გაიარო, აი ბავშვებს ვერ ველივე, იმ ბავშვებს ჯანმრთელი დედა ჭირდება. მაშულებს სტუდენტები არიან და იქიდან მირეკავენ, არ მომცე საშველი, მიდი, რამდენი მოდის იცით? მიხარია, ასეთი ახალგაზრდები რო არიან, რომელთაც ესმით, რომ რას ნიშნავს ჯანმრთელობა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვესმის ბოლომდე. აბსოლუტურად სრულიად ჯანმრთელები ჩატარებული მკურნალობის შემდეგ უბრუნდებიან ყოველდღიურ ცხოვრებას, სამსახურებს და ცხოვრობენ ისე, რომ თითქოს არაფერი. იცით, როდის მოდიან უფრო მეტად? მოდიან, რომ სამსახურში რაღაცას აღმოაჩნდა, სკოლაში მეზობელს, იმას აღმოაჩნდა, აი მაშინ შიშით. ზოგიერთს ამ შიშს მოყავს და ზოგიერთს რაღაცას რო სინჯავს, იმას ის შიშს არ მოყავს. არა და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დროულად აღმოჩენილი დაავადების შემთხვევაში ადამიანი სრულიად ჯანმრთელი უბრუნდება საზოგადოებასთან. ყავს ჩვენ პაციენტები, რომლებიც აი ზუსტად კიბოს მკურნალობის შემდეგ უკვე პროფილაქტიკურ კვლევაზე არიან გადასულები და დადიან ყოველთვის პროფილაქტიკის მიზნით. ძალიან დიდი სიხარულია. როცა კარგად არიან, ძალიან დიდი სიხარულია. სენაკის რადიო. ამ ბრძოლაში მარტო არავინ არის. გვერდით ოჯახია, მეგობრები, ექიმები და საზოგადოება. სწორედ სოლიდარობით, ერთმანეთის მხარდაჭერით იქნება გამარჯვების გზა. გახსოვდეთ, კიბო განაჩენი არ არის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ადამიანური სიძლიერე, მეცნიერება და სიყვარული ერთად ერევა. და ყველაზე მთავარი, სიცოცხლე ყოველთვის ღირს ბრძოლად.